გარეთ სეირნობა და თამაში ბავშვებს წელიწადის ნებისმიერ დროს სჭირდებათ. ზამთრის პერიოდში მშობლები ბავშვს ზედმეტად თბილად აცმევენ, იმ მიზნით, რომ გაციება თავიდან აიცილონ. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბავშვის გადახურება გაციებაზე არანაკლებ სახიფათოა. ამიტომ ზამთრის პერიოდში ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ჩაცმულობას. ძალიან თბილად ჩაცმაც არ არის საჭირო, იმიტომ რომ ძალიან თბილად ჩაცმული ბავშვი ადვილად გაოფლიანდება. გაოფლიანება იწვევს თავისთავად ელექტროლიტების დაკარგვას და შეიძლება უფრო ადვილად გადაცივდეს ბავშვის შემდგომ პერიოდში. მოზრდილ ბავშვებს რაც შეეხება, ისინი მოძრაობენ, დარბიან, თქვათ 6 წლის, 5 წლის, 4 წლის, 3 წლის ბავშვები და ასე. ამასაკის ისინი უფრო მოძრაობენ და მით უმეტეს მათი ძალიან ჩაფუთნა არ არის საჭირო. ტანსაცმლის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ტანის სამოსი იყოს ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული და არ შეიცავდეს ხელოვნურ ბოჭკოებს. უხარისხოდ შერჩეულმა ქსოვილმა შესაძლოა ბავშვის კანის გაღიზიანება და ჩახუთვა გამოიწვიოს. თუ ქსოვილი არ გაატარებს ჰაერს, გამოიწვევს ბავშვის ოფლიანობას და გადახურებას. საერთოდ ბავშვებისთვის მოწოდებულია ბამბის და არახელოვნური ბოჭკოს შემცვლელი სამოსი. როგორც შიგნით ჩასაცმელად, თქვათ პერანგის სახით, მაისურის სახით. ხილები და მოდივა, ვინც არა დავაიჩენს და არა. არავითარ შემთხვევაში ბავშვს არ მოახვლათ შარფი პირსა და ცხვირზე. ეს სიცივისგან ვერ დაიცავს. სამაგიეროდ ამონასუნთქი ორთქლისგან დასრულდება და უფრო გააციებს მას. ყინვისას ბავშვის სასურველია რამდენიმე ფენიან ტანის სამოსში გამოაწყოთ. სასურველია ჩააცვათ დათბილური კომბინეზონები, რბილი შალის და ნაქსოვი ტანსაცმელი. მთავარია ბავშვის ყურები, შუბლი, ფეხი და წელის მიდამო დაიცვათ ცივი ჰაერის მოხვედრისგან. ამიტომ აუცილებლად ჩააცვით თბილი წინდები და მაღალწელიანი ქვედა ტანის სამოსი, საიდანაც სიცივე ადვილად ვერ შეაღწევს. მოზრდილი ასაკის ბავშვები იმდენად ენერგიულები არიან, რომ მოძრაობისას ხშირად სველდებიან. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ფაქტი მალევე შეამჩნიოთ. ყველაზე ცნობიერია, უნდა კისრის მიდამო გაუსინჯოთ. თუ კისრის მიდამო ოფლიანია, ესე იგი ბავშვი ზედმეტად თბილადაა ჩაცმული, ზომიერად თბილად უნდა იყოს ფეხით ამ დროს შენახული და ზამთრის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურის და შუბლის მიდამო იყოს თბილად და გერმეტულად იყოს ეს ქუდი მორგებული თავზე დიდი ზომის არ უნდა იყოს, რადგანაც ყური მაინც უფრო მგზნობიარეა პატარებში გაციების თვალსაზრისით. ზამთრის პერიოდში ბავშვის სეირნობა დაახლოებით 1 საათს უნდა გაგრძელდეს, ხოლო ქარიან ამინდში ბავშვის გარეთ გაყვანა დიდხანს არ არის სასურველი. იმ შემთხვევაში თუ ბავშვს სურდო აქვს, მისი გარეთ სეირნობა არ უნდა შეზღუდოთ, თუ სურდოს თან არ ახლავს სიცხეც. უმჯობესია თუ ზამთრის პერიოდში ბავშვს თოვლიან კურორტზე დაასვენებთ.